8 თვეში მეზობელი მყავს ერთი 4 ჯერ ცოლი შეიცვალა. ერთმა კიდე 65 წლისაა. ცოლი მოიყვანა ბავშვი გაუჩნდა, მაგრამ პრობლემა რა არის იცი? ბავშვი დაემსგავსა სხვას. მეზობელს დაემსგავსა. აქედან გამომდინარე, რომ არავინ არ ინერვიულოს, ჩვენ გვყავს ავტომობილები დღეს საქართველოში, მსგავსი არავის არ ყავს. მოვიყვან კი არა. უყურე როგორ არის, რასაც იტყვი, ის უნდა გააკეთო. ზოგი არის, რომ მარტო წერის მეტი არაფერი არ იცის, წერს და ისეთ რამეებს წერს, რომ სინდისი ნამუსი არ გააჩნია. ხო? წერს, გლანძღავენ, რაღაცა შვებია, ვიზია, ამას ქვია, რა ქვია ვიზია? ქუჩურად. გრუშიტელი ქვია, ქუჩურად, ვიზია? აყუჩი ქვია. სხვისი სალანძღავი რა გაქვს? ამ გრუშიტელის ფასი შენ ცხოვრებაში არ ჩვენ არც მამაშენს არაფერი არ შეუქმნია და რა გინდა მოხვედი არ დაგიკელი არ მოგეცი ყველაზე ცუდი რა არის იცი ავტომობილებს რეკლამას უკეთებს ადამიანები რომლებიც გონზე არ არიან ავტომობილი საიდან მოვიდა ვისია რა არის 10 წლიან გარანტიას ვაძლევ ისო ჟესტით ხელია რა იცი შენ ხელია თუ სკელია გაზომე თუ ყავდა მითხარი გეკითხები კაცო რა იცი როცა ჩვენ 10 წლიან გარანტიას ვაძლევთ значит ეს ავტომობილი არის კარგი მოდი კიდევ ერჯერ გიო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ეს არის ძალიან კარგი ავტომობილი ზვიადი მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო აი ეს ბიჭები ბევრნი ახალი გუნდი კარგი გუნდი ჩვენი მოვაშორეთ ვინც მოსაშორებელია უნდა მოიშორო ოპერაციას იკეთებენ რატომ რაღაცა სხეულზე გაგზედმეტი და უნდა მოიშორო და უნდა მოიყვანო ეძიო არჩიო და კარგი გუნდი უნდა შექმნა მე ყველაფერს ვაკეთებ რომ ახალგაზრდა გუნდი მყავდეს კომპანიაში მარი დიდი მადლობა კიო დიდი მადლობა კარგი ბიჭები ხართ კარგი გუგოები ხართ მადლობა ჩვენ იმდენი ავტომობილი ყავს და გვეყოლება რომ საქართველოში ყველა იქნება კმაყოფილი განვადება გინდა აი მნიშვნელოვან რამეს ვიტყვით ჩვენ ხო ვთქვით მარი რომ დაუშვათ ზვიადის ყავს ავტომობილი არის 2 წლის 3 წლის 4 წლის ზვიადი შენ მოგყავს ჩვენთან ავტომობილი ჩვენ შევაფასებთ 20000 თუ ღირს თქვენი ავტომობილი დაგამატებიებ 8900 და მოგცემთ ახალ ავტომობილს ამას რა ქვია ჩანაცვლება ტრეიდინი ტრეიდინი ქვია ამ ჩანაცვლებას